ბარიატრიული ქირურგია პათოლოგიური სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. იგი ემსახურება ადამიანის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ნიუ ჰოსპიტალში ტარდება სხვადასხვა ტიპის ბარიატრიული ოპერაციები, რომლის შედეგად პაციენტი წონაში მნიშვნელოვნად იკლებს. ოპერაციული მკურნალობის მეთოდის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. ნიუ ჰოსპიტალში ბარიატრიულ ქირურგიაში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი. პაციენტებს შეუძლიათ ერთ სივრცეში მიიღონ ყველა სერვისი, როგორც წინა საოპერაციო, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში და აწარმოონ ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. დღეს ამ თემაზე სასწავლებლად ჩვენთან ერთად არის ნიუ ჰოსპიტალის ბარიატრიული ქირურგი გია მოსიაშვილი. ბატონო გია, მოგესალმებით, მადლობა რომ გვესწრებთ. ალბათ საუბარი დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვით. ამ საუბრის რა არის ბარიატრიული ქირურგია და როდის ხდება ის საჭიროდ, რომ ვუმკურნალოთ სიმსუქნეს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ თვითონ ტერმინი ბარიატრიული ქირურგია ნელ-ნელა პოპულარული ხდება საზოგადოებაში. პოპულარულში გულისხმობ იმას, რომ მის უკან რა დგას უკვე თითქმის ყველა მიცის. ეს არის იმ ქირურგიული ოპერაციების ერთობლიობა, რომლის მიზანიც არის პაციენტის წონაში დაკლება, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, თანხლები დაავადების რემისიაში გადაყვანა, ამ პრევენცია და საერთო ჯამში ჩვენ ვღებულობთ რომელსაც იშვიათად ვამბობთ ხოლმე ძალიან დიდი ეკონომიური ზეწოლის მოხსნას ჯანდაცვის სისტემაზე, რომელიც უმეტესად ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ სახელმწიფო შემთხვევაში პაციენტს აწვება ხარჯად, თუმცა რაც უნდა გადავანაწილოთ ხარჯები, მაინც საბოლოო ჯამში ეს ხარჯები მნიშვნელოვანია როგორც სხვადასხვა კომპანიებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. როგორ არჩევთ ხოლმე პაციენტს, სჭირდება თუ არა ბარიატრიული ოპერაცია? არის რაიმე ინდივიდუალური მანიშნებელი, ან წონითი ინდექსი, არ ვიცი, როგორ ხდება ამის შერჩევა? რა თქმა უნდა, ჩვენ კაცრი კრიტერიუმებით სარგებლობთ. თუ ჩვენ ინდექსი გვაქვს 40-ზე მეტი, ეს უკვე ნიშნავს, რომ პაციენტს ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშეც ესაჭიროება ბარიატრიული დახმარება. თუმცა არის ალკოჰოლის შემთხვევაში, რომ 35-ზე ზევითაც, როდესაც არის ჯანმრთელობის მძიმე თანხლები დაავადებები, ჯანმრთელობისთვის მძიმე დაავადებები, ჩვენ წვითავთ ოპერაციულ მკურნალობას. სიმსუქნე არის ასოცირებული გარკვეულ ქრონიკულ დაავადებებთან. თუმცა ამის მიუხედავად არც ისე სერიოზულად მიგვაჩნია შეიძლება მისი რეალური გართულებები. რა შესაძლებელია გამოიწვიოს მორბიდულმა სიმსუქნემ, როგორც ამას ვეძახით, ჭარბმა სიმსუქნემ? ტერმინი მორბიდული სიმსუქნე თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებში ან უკვე განვითარებულია, ან აუცილებლად განვითარდება ესეთი დაავადებები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მათ სიცოცხლეს, მათ ცხოვრების ხარისხს, მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. არ არსებობს პრაქტიკულად ორგანოთა სისტემა, რომელზეც გავლენას არ ახდენდეს მორბიდული სიმსუქნე. პირველ რიგში ყველაზე მეტად დაკავშირებული დაავადება მორბიდულ სიმსუქნესთან გახლავთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. თუმცა არც უნდა დავგვაუწყდეს, რომ ათეროსკლეროზული დაავადების განვითარებაში ძალიან მაღალი როლი აქვს დისლიპიდემიას და ისეთი საში დაავადებები, როგორც არის გულსიზაფრთა სისტემის დაავადებები, გულის კუნთის ინფარქტის, თავის ტვინის იზარღვების, ან თავის ტვინის ინსულტის ჩათვლით დაკავშირებულია პაციენტის უეცარ გარდაცვალებასთან, თუ ეს არ მოხდა, დაკავშირებულია ძალიან მძიმე პროცესთან მათმკურნალობის და ხშირ შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობასთან. ამიტომ, როდესაც პაციენტები მოდიან და არიან ახალგაზრდა ასაკში და მათი ცხოვრების მასის ინდექსი არის მესამე კლასის სიმსუქნის მაჩვენებელი ან კიდევ უფრო სუპერ სიმსუქნის ვეძახით და ამბობენ, რომ რატომ უნდა გავიკეთო ეს ოპერაცია, როცა მე არაფერი მაწუხებს, ეს მაინც მოითხოვს ჩვენგან დიდ ძალისხმევას და პაციენტთან გაცილებით მეტი დროის გატარებას, რომ ჩვენ ავუხსნათ რა საშიშროებებს მოიცავს მათი მდგომარეობა. რამდენად უსაფრთხოა ბარიატრიული ოპერაცია დღეს და როგორ არის თქვენი პრაქტიკა? რას გიჩვენებთ? ახსენეთ, რომ პაციენტებისთვის ხშირად გიწევთ ახსნა, საჭიროა თუ არა. არსებობს ალბათ შეიძლება ისეთ შემთხვევებიც არსებობდეს, სადაც უბრალოდ ფიზიკურად ვერ არწმუნებთ და შეიძლება ჭირდებოდეს ნამდვილად. თანამედროვე ტექნოლოგიებმა გამოიწვია ის, რომ ჩვენ პაციენტებს ოპერაციებს უკეთებთ არაღია წესით ლაპარასკოპიული მეთოდით, ვიყენებთ ინსტრუმენტებს, რომლის დამსახურებითაც დიდწილად აღარ არის ქირურგზე დამოკიდებული ზოგიერთი ეტაპი ოპერაციის, დაუშვათ უნიფიცირებული ნაკერები კუჭის ქსოვილებზე
პაციენტი იღვიძებს ძალიან მალე ოპერაციიდან, ოპერაციის ხანგრძლივობა შემცირებულია. შესაბამისად, მისი გააქტიურება ხდება ოპერაციიდან რამდენიმე საათში, დამოუკიდებელია დგება, მოძრაობს და ეს ყველაფერი იმის წინაპირობაა, რომ მას მინიმალური რაოდენობის გართულება ჰქონდეს. არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ პაციენტი ოპერაციისთვის ემზადება ხანგრძლივად, ჩვენ ვიკვლევთ ყველაფერს პრაქტიკულად, რაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული პერიოდის კარგად წარმართვაზე და რისკების შემცირების თვალსაზრისით ხშირად 2-3-4 თვე ამზადებს პაციენტს. ასე რომ დღეს ბარიატრიული ქირურგიის უსაფრთხოება გათანაბრებულია ისეთ ოპერაციებზე, როგორც არის დაუშვათ ქოლეცექტომია, თიაქარკვეთა და ახლობით მსგავსი შედეგები გვაქვს. ისეთ შემთხვევები არის, როდესაც არ ჭირდება პაციენტს და მაინც ითხოვს და მაგალითად ჭირდებათ რესურსი და ხარჯად, რომ აუხსნათ, რომ არის საჭირო მისთვის. ნამდვილად არის. ასეთ შემთხვევები უფრო მეტია ვიდრე რომ ჩვენი დარწმუნება ჭირდება, რომ ოპერაცია არის საჭირო. მაგრამ ამ პაციენტებთან შეიძლება იმედგაცრუება დგება ხოლმე ჩვენთან საუბრის შემდეგ და გონია შემთხვევები, რომ ცრემლებით გასულან საკონსულტაციო კაბინეტიდან, მაგრამ ჩვენ არ შეიძლება სურვილებზე დამყარებული ბარიატრიული ქირურგია ვაწარმოოთ. ბარიატრიული ქირურგია არ არის კომფორტის ოპერაცია, ეს არის იძულების ოპერაცია და უნდა მივმართოთ მხოლოდ მაშინ, როცა ყველა სხვა მეთოდი ამოიწურა და პაციენტს აღარ რჩება სხვა გზა გარდა იმისა, რომ შეეცადოს წონის კორექციას ბარიატრიული ქირურგიის დახმარებით. იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტებს არ აქვთ ღრმა ცოდნა მაინც ამ დარგში, ჩვენ უხსნით, რომ არასწორად ჩატარებული ოპერაციამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები, როგორც არის არა მარტო ცხიმოვანი ქსოვილის განლევა, არამედ კუნთოვანი ქსოვილის დისტროფიაც შეიძლება გამოიწვიოს მალნუტრიციით გამოწვეული სხვა გართულებებიც და მივიღოთ ანორექსია, რომლის კურნალობას პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ხოლმე. ყოველ შემთხვევაში თუ ამ გართულებებს რამდენადაც თავი არ არის და პაციენტმა დგება იმედგაცრუება შედეგებით, იმიტომ რომ აღარ იკლეს პაციენტი იმდენს, როდესაც ელოდებოდა, იმიტომ რომ ბარიატრიული ოპერაციას თავიჩვენება აქვს, შესაბამისად თუ სხეულის მასის ინდექსი ისედაც არ არის მაღალი, ის ბევრს არ დაიკლებს და ასე ვთქვათ არასწორად ჩატარებული ოპერაცია გამოგვივა ყველა ვარიანტში. ერთ-ერთი დღესდღეობით ძალიან პოპულარული თემა არის GLP-1 აგონისტების თემატიკა, რომელიც ახალი შემოსულია, ასე ვთქვათ, მედიკამენტების ბაზარზე და გამოიყენება დიაბეტთან ასოცირებული ჭარბი წონის სამკურნალოდ. თუმცა ბევრი მიმართავ წონის კლებისთვის ამის გარეშეც. ამის მიუხედავად, ბევრი გრძელვადიანი კვლევები მაინც ამბობს, რომ ბარიატრია უფრო ეფექტურია წონის კლებაში, ასევე ამცირებს ამ ქრონიკული დაავადებების რისკს და ხარჯ-ეფექტური რისკი შეიძლება იყოს პაციენტებისთვის გრძელვადიან პერიოდში. რატომ მირჩევთ დღეს მაინც ბარიატრიას ამ პაციენტებისთვის? ეს დიდი ფუფუნება ასეთ მედიკამენტების გამოჩენა. მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენ რამე კონკურენციაში ვართ ერთმანეთთან. მედიცინა არის საერთო საფარველი სხვადასხვა დარგის სპეციალისტისთვის და სპეციალისტებისთვის და მინდა გითხრათ, რომ ამას ვერ განვიხილავთ როგორც ეტაპს სიმსუქნის კურნალობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად, რომ პაციენტებს ოპერაციის ნაკლება ჰქონდეთ. გვიზრის გაცხმეონების გამო ჩვენ ხშირად ტექნიკური პრობლემები გვექნება, კონკრეტულად გვიზრის მარცხენა ნაწილის ზომების გამო შეიძლება ჩვენი ლოკუსი რთული მისადგომი იყოს. ხო, ჩვენაც პაციენტებისგან ვითხოვთ კლებას და ხშირად ეს პაციენტები ვერ ახერხებენ თუნდაც 2-3 კილოს დაკლებას, იმდენად უჭირთ მათ რამე დამატებითი დიეტის დაცვა და აი ამ შემთხვევაში ძალიან გვეხმარება GLP-1 რეცეპტორების აგონისტები, როგორც ხიდი ოპერაციამდე და ისიც მინდა აღვნიშნო, რომ არის კიდევ სიტუაცია, როდესაც არ არის ნაჩვენები ბარიატრიული ოპერაცია, სიტუაცია 27-ზე მეტი სხეულის მასის ინდექსი ან 30-ზე მეტი პატარ-პატარა თქვათ თანხლები დაავადებებით, რომელიც არ არის საკმარისი ბარიატრიული ოპერაციის ჩვენებისთვის, ჩვენ აქედან უკვე შეგვიძლია დავიწყოთ GLP-1 რეცეპტორების აგონისტების გამოყენება და შევაჩეროთ პროცესი, რომ არ გადავიდეს უფრო მაღალი სხეულის მასის ინდექსში პაციენტი. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ გვაქვს ძალიან ხანგრძლივი გამოცდილება ამ მედიკამენტების შორეული შედეგების თვალსაზრისით. დაახლოებით 8 წელია გამოჩნდა ოზემპიკი, შემდეგ უფრო დამატებით შეიქმნა ორკომპონენტიანი პრეპარატი. მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი უფრო მეტ მტკიცებულებებს მოგცემს, უფრო მეტად ჩამოყალიბდებით როდის რა პრეპარატები ხმაროთ და ეს არ იქნება ორი კონკურენტი მიმართულება სიმსუქნის კურნალობაში, არამედ შეავსებს ერთმანეთს და დაგვეხმარება უკეთესი შედეგის მიღწევაში.
აუცილებლად უნდა გკითხოთ New Hospital-საც უპირატესობებზე, რომლებიც არსებობს New Hospital-ში, თუნდაც გუნდის მომზადების, თუნდაც ტექნოლოგიური, თუნდაც პროცედურის სტანდარტები, რომელიც უკვე ახსენეთ, რომ აი ეს თითოეულ ინდივიდუალურად მუშაობა პაციენტებთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. New Hospital-ს გახსლავთ დღეს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი მულტიპროფილური კლინიკა, რომელიც აღჭურვილია პრაქტიკულად ყველა მიმართულებით თანამედროვე აპარატურით, მაღალკვალიფიციური სამედიცინო გუნდით. მიუხედავად იმისა, რომ წეგან აღნიშნეთ, რომ გართულების რაოდენობა ძალიან შემცირებულია აპარატული პაციენტების მკურნალობისას, ჩვენ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ პაციენტებს აქვთ უამრავი თანხლები დაავადება, როცა ოპერაციაზე გაკლავთ და მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ იმ თუნდაც 1% შემთხვევაში რაღაც გართულებები თან შეიძლება კონდეს საქმე. New Hospital-ს არის სივრცე, სადაც არ იქნება პრობლემა პაციენტის დამენეჯერებაში მსგავს სიტუაციების შექმნისას. ნებისმიერი გართულებისთვის მზად არის საავადმყოფო. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ მულტიდისციპლინარულ გუნდში შედის დაუშვათ მუდმივად ენდოკრინოლოგი, ფსიქოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ანესთეზიოლოგი. მაგრამ სინამდვილეში ეს პირობითი გაგებაა, იმიტომ რომ ამ გუნდის საზღვრები გაცილებით ფართოა უფრო, იმიტომ რომ ზოგ პაციენტთან ჩართულია ჰემატოლოგი, ზოგთან გასტროენტეროლოგი, ზოგთან ენდოსკოპის განმეორებით ენდოსკოპიის თვალსაჩინო რადიოლოგები განსაკუთრებით აქტიურებენ ხშირად და ასე შემდეგ და უბრალოდ ასეთი კომფორტის შექმნა ძალიან რთულია დღეს და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი პაციენტები ამ ყველაფერს ისე გადიან, თვითონ ალბათ ერთად აცუცნობიერებენ, რომ მსგავსი კომფორტის შეექმნათ. ვიცი რომ ბევრი პაციენტი კლინიკა New Hospital-ს და ასევე თქვენ როგორც ქირურგს იმის გამო რომ გარდა წინასაოპერაციო მომზადებისა და ქირურგიული დარგის ცოდნისა, ასევე მხარდაჭერას გრძნობენ ძალიან დიდს ასევე. რა როლი აქვს ფსიქოლოგიურ თანადგომას, რომ ამ ქრონიკულ დაავადებას ვებრძოლოთ? პაციენტებთან ვთქვათ, პირველი შეხვედრის დროს აუცილებლად ვკითხულობ, რამდენი ხანია გადაწყვეტეს ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება. თუ პაციენტმა მითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება გუშინ მიიღო, ერთი კვირის შემდეგ მიიღო, ჩვენ როგორც წესი ერთმანეთს ხვდებით კიდევ ერთი თვის შემდეგ, რომ მნიშვნელოვანი ამ საკითხზე ფიქრი და იმის გააზრება, რა ცვლილებებთან ექნება საქმე პაციენტს. ჩვენ ხომ ამ ოპერაციით არა მარტო კუჭის არქიტექტურას ვთვლით, ასე ვთქვათ, არამედ ვთვლით თლიანად ადამიანის პირად ჩვევებს, რომელსაც ის ვერ მოერია დამოუკიდებლად და ბარიატრიული ოპერაციის დახმარებით უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი. ეს არ არის ყოველთვის მარტივი. პირიქით, ალბათ ყველაზე რთულია და მით უმეტეს რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, მით უფრო დარწმუნებულია რაღაც თავის ჩვევებში და შესაძლებელია ფსიქოლოგიური კრიზისიც კი მივიღოთ ოპერაციის შემდეგ. კი, ქონია ასეთი შემთხვევები. ჩვენც არა ვართ შეუსწავლელი და ჩვენი შეფასებაც ხანდახან არ აღმოჩენილა სწორი, რომ გვეგონა რომ ეს პაციენტი არის მყარად დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში. შემდეგ ყოფილა რომ აი რაღაც დარეკავს მოგწერს რომ აი შეიძლება რომ წვადი შევჭამო ან შევჭამო ან არ შევჭამო დავსუნო ცოტა ასეთი ისინი არის ხოლმე ეს მაინც მიუთითებს რომ ფსიქოლოგიურად არ იყო ბოლომდე მომზადებული პაციენტი იშვიათად მაგრამ გავს შემთხვევები არის 70% მე პაციენტს ვეუბნები რომ მათი იმედით ვაკეთებ ოპერაციას 30%-ს გავაკეთებ მე 70%-მა გავაკეთონ თვითონ იმიტომ რომ თვითონ და მართონ მე ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემი ოპერაცია არ დამთავრდება საოპერაციოში და საავადმყოფოში პაციენტის ყოფნის პერიოდში ჩემი ოპერაცია უნდა გაგრძელდეს მუდმივად მათ მუდმივად უნდა ახსოვდეთ რომ მათ შეცვალეს თავისი გადაწყვეტილებით თავიანთი პირადი ცხოვრება ის რეკომენდაციები რომელიც ჩვენ გამოვიღეთ არის მუდმივი არ დამთავრდება ერთ კვირაში და ერთ თვეში როგორც ოპერაციების დროს არის ხოლმე რომ ერთი კვირა დაიცავი ეს დიეტა, ერთი კვირა ეს დიეტა, ძიმი არაც არა. იმას მუდმივად უნდა ახსოვდეს პაციენტს რომ ჩვენ უკვე მუდმივად ვართ თანამზრახველები. მე გავაკეთე ოპერაცია, მან ეს წესები უნდა დაიცვას მუდმივად. შეიძლება ხოლმე ოპერაცია გაიკეთეს და უკვე შემდგომ აღარ იციან რაზე მიმართონ ექიმს. ან თავად იწყებენ მართვას გარკვეულ პრობლემებს როგორც სახშია და ანემია რომელიც ახლავს ამას ან ზოგიერთი ვიტამინის ნაკლებობა. რამდენად ხშირად ჭირდებათ მათ უკავშირი ექიმთან და როგორ ხდება ამ პროცესის მართვა სწორედ? ქირურგები როგორც მოგეხსენებათ ახლა არათერაპიული პროფილის ექიმები ვართ და ოპერაციიდან რომ გავა ერთი თვე გვიჭირს ხოლმე მე ასე ვთქვათ დეტალებში ჩასვლა პაციენტთან, მაგრამ იმიტომ არსებობს ჩვენი გუნდი რომ პაციენტი კონტაქტოს ენდოკრინოლოგთან, კონტაქტოს თერაპევტთან დაიკორექტიროს თუ რამე ცვლილებაა. თუმცა ჩემი პაციენტებმა იციან რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩემთან დაკონტაქტება
მე შეიძლება ვერ გავყე ბოლომდე მათ კურნალობას და რკინის დეფიციტის აღმოფხვრას ქირურგი ვერ დავიწყებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აუცილებლად ვიქნები საქმის კურსში და აუცილებლად გავაკონტროლებ მის ვიზიტებს ენდოკრინოლოგთან, თერაპევტთან, მის ანალიზებს აუცილებლად ექნება სათანადო გამოხმაურება და თუ საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაციითაც ვეხმარებით ხოლმე, განსაკუთრებით პირველ პერიოდში, როდესაც პაციენტებს უჭირს საკმაო რაოდენობის სითხეების მიღება, კალორიების მიღება, ყოველთვის აქვთ მათ წინადადება, რომ მობრძანდეს სამავთყოფოში, დარჩნენ, ჩვენ შევეცდებით, რომ შევასვოთ დაკარგული სითხე და ისე დავაბრუნოთ საზოგადოებაში. გასაგები, დიდი მადლობა ნაგებად. ძალიან საინტერესო იყო თქვენი სტუმრობა.